დიახ, მოგესალმებით. მე მგონია რომ ყველაფერი ძალიან ნათლად იყო ნათქვამი და არ ვიცი რა ინტერპრეტაცია არ სჭირდება ამას ყველაფერს. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ წინა რეზოლუციებში იგივე ევროპარლამენტის წინა ვთქვათ შეხვედრების ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს შეხვედრების დასკვნებში ძალიან ღიად იყო ნახსენები რას უწუნებენ თქვა საქართველოს რა პოლიტიკას უწუნებენ საქართველოს და როგორ უნდა შეიცვალოს ეს იმისთვის რომ არ გაუარესდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირის შორის რომელიც უკიდურესად გაუარესებულია ახლა ამ მომენტში ძალიან ცოტა რაღაც ისინი რჩება არხები ურთიერთობების პრაქტიკულად აღარ არის ურთიერთობა უმაღლეს დონეზე ანუ სხვა დიპლომატიური არხებიც კი პრაქტიკულად ჩაკეტილია უკვე ძალიან იშვიათია შეხვედრები დიპლომატებს შორის და მხოლოდ ტექნიკური საკითხები რომლებიც არსებობს ყოველთვის და რომელიც არის დაგროვილი ხდება მათი განხორციელება ამასთან უნდა ხაზი გაუსვათ იმას რომ დახმარება მთლიანად შეჩერებულია საქართველოსთვის დახმარების პროექტები და სახეზე არის ის რომ ნაწილობრივ შეზღუდულია უვიზო მიმოსვლა აქ ხო გადაწყვეტილება კარგად ვიცით დიპლომატიური პასპორტების ფლობელებისთვის თქვათ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე და ესეც მოხდა და ესე ვთქვათ სხვა ინსტრუმენტები რომელიც ახლა ევროკავშირს გააჩნია ყველაზე მარტივად მისაღები პროცედურული თვალსაზრისით რომელსაც არ ჭირდება იგივე ორბანის ან ფიცოს თანხმობა, უნგრეთის და თქვათ სლოვაკეთის პრემიერების თანხმობა, ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, არა გაუქმება, მაგრამ შეჩერება, თქვათ თავიდან ალბათ 12 თვით და მეორე ეს არის კანდიდატის სტატუსის შეიძლება ითქვას გაუქმება. კანდიდატის სტატუსის გაუქმება მართალია ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა, მაგრამ ეს სრულიად შესაძლებელია არსებობს 2020 წელს მიღებული ევროკომისიის კომუნიკაცია, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირის საბჭომ, მაშინ და ევროპარლამენტმაც და რომელშიც ნათქვამია, რომ რევერსი, ანუ უკუსვლა ნებისმიერი სტატუსიდან გაწევრიანების პროცესში შესაძლებელია 14 ქვეყნის თანხმობით. 14 ქვეყანა თუ დააყენებს საკითხს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა ჩამოერთვას, ეს უკუსვლა შესაძლებელია კანონმდებლობით, მათი კანონმდებლობით. ამიტომ არ არის გამორიცხული ამის გამოყენება. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ალბათ იქნებოდნენ მომხრე რომ გამოეყენებიათ არა ისეთი სანქციები, რომლებიც მთლიანად ავნებს თელ მოსახლეობას და ქვეყნის პერსპექტივას, არამედ თქვათ კონკრეტულად იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ ურთიერთობების გაუარესებაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დემოკრატიულ უკუსვლაზე, რომელიც სახეზეა და რომლის გამოც ევროკავშირს უბრალოდ არ შეუძლია გააგრძელოს ის კი არა არ უნდათ მათ არ შეუძლიათ უბრალოდ გააგრძელონ იგივე ურთიერთობები საქართველოსთან ქვეყანასთან, სადაც დემოკრატიული სტანდარტი დავიდა ბევრად უფრო დაბალ ნიშნულზე, ვიდრე ეს შეიძლება კონდეს კანდიდატს სახელმწიფოს. როდესაც მე გკითხეთ შედეგებთან დაკავშირებით, რა შედეგებს მიიღებს ქვეყანა თქო, გულისხმობდი ბატონო კახა არა იმას, რაც პირდაპირ ითქვა, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის დროებით შეჩერება თუ სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმების გადახედვა. არამედ თქვენ ახლა საუბრობდით შეჩერებულ დახმარებებზე, მათ შორის ვლაპარაკობთ სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმების გადახედვაზე. ჩვენ არ ვართ მყარი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია სწორედ განვითარების პროცესში იმ დახმარებებზე, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მოდის. დგებით თუ არა მძიმე შედეგის წინ, როდესაც თუ კი შეწყდება ყველა დახმარება, რომელსაც იღებს პარტნიორებისგან ჩვენი ქვეყანა და თუ კი აღარ გვექნება ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დოკუმენტიც შეჩერდება. ამ შედეგს გულისხმობდი. კი, რა თქმა უნდა, ეხლა რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ერთ-ერთ რეზოლუციაში ბოლოს მიღებულებში
იქ იყო ასევე აშკარად გაჟღერებული, რომ ასოცირების შეთანხმება გადაიხედოს, კონკრეტული მუხლები გადაიხედოს. მთლიანად ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე არ არის საუბარი, მაგრამ სავაჭრო ნაწილი ასოცირების შეთანხმების, რომელიც არის სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაარსება და მისი ფუნქციონირება დამოკიდებულია ამ დებულებებზე, მათი გადახედვა შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა. მე არ ვამბობ, რომ ეს ევროკავშირის ინტერესში შედის, ევროკავშირი თავისთავად ასევე სარგებლობს ამ შეთანხმების ესე ვთქვათ შედეგებით, იმიტომ რომ ევროკავშირსაც შემოაქვს დაუბეგრავად ხო საქართველოში საქმე. თუმცა საქართველოს სატარიფო სისტემა არის ისეთი, რომ არც ისე დიდ ზიანს განიცდის ევროკავშირი, თუ ვთქვათ შეაჩერებს თუმცა ზიანი როგორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის? ჩვენი ქვეყნისთვის იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი, მაგალითად დღეს თუ ჩვენი ღვინოები დაუბეგრავად შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაშინ მოუწევს მას დაბეგრა და იმდენად მაღალი ვთქვათ ღვინოების დაბეგრა და ალკოჰოლური ნაწარმის დაბეგრა, რომ ისინი პრაქტიკულად უკვე ვეღარ გაიყიდება ევროკავშირის ბაზარზე. ეს შეიძლება ეხებოდეს ღვინოებს მაგალითად, მაგრამ არის ასევე სხვა სოფლის მეურნეობის საქონელზე მაგალითად უმეტესობაზე განთავისუფლებულია საქართველოს ასევე უმეტესობაზე მთლიანად განთავისუფლებულია, მაგრამ არის რაღაც ახლა დეტალებზე არ არის აქ საუბარი. არის რაღაც ესე ვთქვათ შეზღუდვების პატარა პორციებით შეზღუდვების ესე ვთქვათ ლიმიტები, აი იმ ლიმიტებში განთავისუფლებულია, მაგრამ იმის ზევით არა, მაგრამ აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის საქონელი, რომელიც თავისუფლად შედის ევროკავშირის ბაზარზე, თუ არ განვიხილავთ იმას, რომ მაგალითად ცხოველური საქონელი ვერ შედის ძალიან პატარა ნაწილი, ვთქვათ, თევზი შედის ისევ დაუბეგრავად, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ შედის უბრალოდ სხვა მიზეზების გამო, იმიტომ ჩვენთან არ არის უცებსუნებლობით შესაბამისი სისტემა. აი, რა თქმა უნდა, ამ სოფლის მეურნეობის ნაწილს, რა თქმა უნდა, გაუჭირდება ევროკავშირში ვაჭრობა, ევროკავშირის ბაზრებზე შესვლა. ეს რა თქმა უნდა არის დატოვა, მაგრამ აქ კიდევ უფრო მეტი რაღაცა არის ამის უკან. ამის უკან არის ის, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ის ასევე არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის, სხვადასხვა სახის მეწარმეებისთვის, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ინვესტირებას და შემდეგ ევროკავშირში გაყიდვას თავის საქონლის. მათ შორის არიან ღვინის კომპანიების, ვთქვათ, არა მარტო ევროკავშირიდან, გნებავთ რუსული კომპანიების და სხვადასხვა, რომლებსაც ინვესტიციები აქვს საქართველოში განხორციელებული და მათ შორის იმიტომაც, რომ ევროკავშირში შეიტანონ თავისი ნაწარმი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაექვემდებარება გადახედვას მათ მხრიდან. კი ბატონო, ბატონო კახა, მინდა გკითხოთ არჩევნებთან დაკავშირებით, მე მახსოვს ჩვენი წინა ეთერი და თქვენი მკაფიო პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში. დღეს არ ვიცი უსმენთ თუ არა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწევთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდესო. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკვე შეიმუშავებულია სპეციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება შესაძლებელი ამ ქვეყანაში. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ არსებულ სიტუაციაში ოპოზიციის თუ წინააღმდეგობის მოძრაობის, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების ოპონენტების დათქმებით არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში და რას ცვლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი? მე მგონია, რომ რა თქმა უნდა ეს განცხადება, რომელიც გააკეთა ქალბატონმა სალომემ, თავისთავად კარგი რაღაც ინტენცია, ასე ვთქვათ, კარგი ოცნებაა ჩემის აზრით, მაგრამ ის რომ აიძულო, ვთქვათ, არჩევნების ჩატარება, ადგილობრივის და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარება, ამის გარშემო უნდა არსებობდეს სერიოზული პროტესტი, ხო? ამას სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, საერთაშორისო ზეწოლა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეუძლებელია რომ განხორციელდეს თუ ცალსახად არ განაცხადებს ოპოზიცია, რომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ გვაქვს ესეთი და ესეთი პირობები.
აი ამის გარშემო თუ პროტესტის მობილიზაცია არ მოხდა, ისე უბრალოდ რომ ჩვენ ვაცხადებთ რომ ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩაატარებენ მათთან ერთად საპარლამენტო არჩევნებსაც, ეს მხოლოდ იქნება რაღაც ისეთი მოთხოვნა, რომელსაც ოცნება ერთი ყურიდან მეორეში გაატარებს. ამის გარშემო კი პროტესტის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ ოპოზიცია შეთანხმდა და გადაწყვიტა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ის მონაწილეობს, მაგრამ ამავე დროს ითხოვს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. თუ თქვა ქართულმა ოცნებამ უარი თქვა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, რაც ძალიან ესე ვთქვათ მოსალოდნელია, იმიტომ ისინი ამტკიცებენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ აპირებენ მის დანიშვნას, ხო? აქ უკვე რაღაც ძალა აღმარცხნავს, აი ესეთი პრინციპით მოქმედებს ოცნება. არ დანიშნავს და მორჩა. მაგრამ ის რომ უარს ამბობს ოპოზიცია ამ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს მიმართია ძალიან დიდ შეცდომად. ეს არის ჩემისადმი პოპულისტური რაღაც რატომ ბატონო კახა ნახეთ არგუმენტები რომელიც ისმის ამ ტიპის ოპოზიციური პარტიების მხრიდან რომლებიც ცალსახად ამბობენ რომ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ და უფრო მეტიც სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ არის ის რომ არსებობს გაუარესებული საარჩევნო სისტემა რომ გაყალბებული არჩევნები მათ წინ უკვე ჰქონდათ ამიტომ წაგებულ თამაში შესვლა მხოლოდ აწყობს ბიძინა ივანიშვილს. რა არის საპირისპირო არგუმენტი, როდესაც საუბრობთ, რომ არ არის სწორი ეს პოზიცია? საპირისპირო არგუმენტი არის სწორედ ის, რომ პირიქით ბიძინა ივანიშვილს ძალიან აწყობს, რომ ოპოზიციამ, კრიტიკულად განწყობილმა ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში საერთოდ, აი ამ ადგილობრივ არჩევნებში. ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ მე ჩავატარებ სუფთად ამ შემთხვევაში არჩევნებს. არ გააყალბებს, თუ კიდე დამკვირვებლებსაც მოიწევს და იტყვის, რომ აჰა, ნახეთ, აბა სად ვაყალბებ. რამე დოკუმენტი გნებავთ, ნახეთ ყველაფერი. არ გააყალბებს, არჩევნებს ისე მოიგებს, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები წავლენ ბოიკოტზე, არ წავლენ საერთოდ და საარჩევნო ყუთებთან მივლენ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერები და მცირე რაღაც პარტიების, რომლებიც თქვათ მიიღებენ, რომლებიც ნეიტრალურები არიან ამ ბრძოლაში, ხო? მიიღებენ მათ. ეს აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას, იმიტომ საერთაშორისოდ ის მოახდენს თავის მეტად ლეგიტიმაციას, იტყვის, რომ აი ჩვენ ჩავატარეთ ძალიან სუფთად არჩევნები, ეხლა ჩვენი ბრალი არ არის თუ ბოიკოტი გამოაცხადა ოპოზიციურმა ძალებმა და არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ნუ აქვთ იმის იმედი, რომ ეს ადგილობრივი არჩევნებიც არალეგიტიმურად გამოცხადდება ამ შემთხვევაში. ადგილობრივი არჩევნები იცით რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს არალეგიტიმურად? ზუსტად იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მთლიანად მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, ქართული ოცნება მას გააყალბებს იმდენად, რომ ეგზიტ პოლებში განსხვავება ისევ იქნება ნაჩვენები 15 და 20%-ით გაყალბება, როგორც ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების დროს. თუ მოხდება და მაგალითად ოპოზიცია დამარცხდება, წააგებს თბილისს, რუსთავს და ასე შემდეგ, მაგრამ ეგზიტ პოლები აჩვენებენ, რომ პირიქით ოპოზიციამ მოიგო, აი ამ შემთხვევაში არა მარტო საპარლამენტო არჩევნების, ესე ვთქვათ, არა ლეგიტიმურობა იდგომება, ვთქვათ, საფრთხის ქვეშ, უბრალოდ ეჭქვეშ დადგება, არამედ ადგილობრივი არჩევნებისას. მაგრამ თუ ოპოზიციამ არ მიიღო ამ ბრძოლაში მონაწილეობა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ერთგვარი ლუსტრაციის შესაძლებლობა იქნება კიდევ ერთხელ ამას ამბობთ? რა თქმა უნდა, აუცილებლად. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი სცენარი. ყველაზე კარგი სცენარი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ, ესე ვთქვათ, ვერ შეძლოს გაიმარჯვოს თბილისში, რუსთავში და ვთქვათ, შეიძლება ბათუმში და ქუთაისში, სადაც ოპოზიციას მეტი მხარდამჭერი ყავს აშკარად, უბრალოდ საჭიროა მათი მობილიზება. ამის შესაძლებლობას თქვენ ხედავთ, ბატონო კახა, ვთქვათ, იმ პირობებში, რომელსაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით და იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, სადაც არც ერთი დამთმობი ნაბიჯი ქართული ოცნებისგან გადმოდგმული არც აქციის მონაწილეების მისამართით, პროტესტის მონაწილეების მისამართით თუ პოლიტიკური სუბიექტების მისამართით არ ყოფილა. ჩვენ ხშირად გვესმის აკრძალვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გეგმაზე მუშაობის შესახებაც განცხადებები. კი ბატონო, ეხლა ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის აბსოლუტურად, რატომ იცით? თუ საუბარია პატრიოტიზმზე და თუ საუბარია მცდელობაზე და თუ საუბარია კიდე იმაზე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო. რა, ესე ვთქვათ, ის ჰქონდათ, იმედი ჰქონდათ
სამას არაგველს, როცა შეებდნენ უზარმაზარ გამარჯვებულ არმიას აღა მაჰმად ხანის იმაში გწანიშში, ხო? არ ქონდათ არაფრის იმედი, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ამ თავისი ბრძოლით ისინი ამტკიცებენ საქართველოს ტოლვას დამოუკიდებლობისათვის. ეხლა ეს პათეტიკური, ესე ვთქვათ, რაღაც მოვიყვანე, რა თქმა უნდა, მაგალითი, მაგრამ ძალიან რაციონალურზე რო ჩამოვიდეთ, ხო, რაციონალურად არის ესე ბრძოლა თუ ცხადდება, უნდა მიიღო მონაწილეობა, უნდა შეეცადო რომ გაიმარჯვო, exit polები აჩვენებს შენ გაიმარჯვე თუ არ გაიმარჯვე და დანარჩენი რასაც exit polების საწინააღმდეგოდ აჩვენებს თქვათ ქართული ოცნება შედეგს იქნება იმის დამამტკიცებელი საბუთი რომ ეს არჩევნებიც გაყალბდა და აქედან გამომდინარე პროტესტის მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება ამ შემთხვევაში მაგრამ თუ შენ საერთოდ არ იღებ მონაწილეობას რა იმედი გაქვს იმისა რომ პროტესტის მუხტ შეინარჩუნე და აიძულებ თქვათ იმას საპარლამენტო არჩევნებზე წამოსვლას ოცნებას მას ექნება ძალიან ძლიერი არგუმენტი ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობა მათ არ მიიღეს ჩვენ გავიმარჯვეთ სუფთად ესე იგი პრინციპში ოპოზიციას ხარდამჭერები არ აყავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ გვაჩვენეს ვერაფერი, ხო? აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი ძალიან. მე მგონია რომ აქ არის სტრატეგიული შეცდომა, უბრალოდ ამის დამუნათება იმ პარტიების, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, ისინი უნდა ეცადონ, რომ საპროტესტო მუხტი შემოირწან გარშემო და აიძულონ რაღაც კანონების შეცვლა, მაგალითად ერთ-ერთი არის პარტიების დაფინანსება, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ უნდა მიაღწიონ იმას, რომ პარტიების დაფინანსება აღდგეს, რადგან ეს აბსოლუტურად უკანონო და აბსოლუტურად არასამართლიანი, ესე ვთქვათ, ზომა იყო პარტიებსაც არ თქვენ ფიქრობთ, ბატონო კახა, რომ არჩევნებში მონაწილეობით ბევრ უფრო მეც მოიგებს ოპოზიცია, ვიდრე წააგებს? აუცილებლად. ეხლა ძალიან შორს რომ არ წავიდეთ ისევ საერთაშორისო მაგალითები გვიჩვენებს რომ ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში ადგილობრივ არჩევნებში როდესაც იპარავს, თქვათ ვენესუელაში იპარავს ცენტრალურ არჩევნებს ხელისუფლება, ადგილობრივ არჩევნებში მაინც იღებენ მონაწილეობას პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ უნდა შენარჩუნდეს პოლიტიკური პარტია, როგორც მინიმუმ უნდა შენარჩუნდეს მათი ურთიერთობა ამომრჩეველთან, როგორც მინიმუმ ლოიალობა უნდა რაღაცნაირად დაამტკიცოს ამომრჩევლებმა გარკვეული პარტიების და უნდა გამოჩნდეს ასევე თუ ეს ავტორიტარული რეჟიმი იპარავს ყველა არჩევნებს, ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ყველა ეტაპზე, რომ ეს არჩევნები იქნა მოპარული. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლის რაღაც აუცილებელი. თუ პოლიტიკური პარტიები ჩამორჩნენ, მაგალითად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ადრე თუ გვიან ან გადადიან იატაკქვეშეთში და მერე უკვე მიდის, ესე ვთქვათ, დისიდენტური რაღაც ბრძოლა ან კარგავენ, იკარგებიან და საერთოდ აღარ არსებობს ეს პოლიტიკური. ოცნებასაც ეს უნდა, ოცნებას უნდა რომ მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი. ანუ არააქტიურები დარჩნენ პოლიტიკაში. აი მაგალითად ახლა ვკითხულობ ქალბატონი ელენე ხოშტარიას განცხადებას, სადაც სწორედ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს როგორც ლეგიტიმაციას ქართული ოცნებისას. აძლევს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებს ლეგიტიმურობას, რის გამოც ახლა ბოიკოტის რეჟიმში არის ოპოზიცია. არავითარ შემთხვევაში და ისე მოვიყვან ძალიან ბევრი ქვეყნების მაგალითს, თურქეთი თუ გნებავთ, ახლა ოპოზიციამ არ აიღიარა მაგალითად ერდოღანის გამარჯვება და მისი პარტიის პრინციპში თქვენს რომ ასევე იყო გაყალბებული, იყო იქ ძალადობა, იქ ჰქონდა ადგილი დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და შემდეგ. ვენესუელაში ხო არავინ რა თქმა უნდა არ აღიარებს და ძალიან ბევრ ავტორიტარულ ქვეყნებში ოპოზიცია არ აღიარებს, მაგრამ ისინი არავითარ ლეგიტიმაციას არ აძლევენ. ადგილობრივი არჩევნები ეს არის სხვა მუხლი კონსტიტუციის და ადგილობრივი არჩევნები ინიშნება არა იმიტომ რომ ლეგიტიმურია მთავრობა, არამედ იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ამ შესაძლებლობას იყენებს პოლიტიკური ძალები. მე მგონი რომ აქ კონცეპტუალური შეცდომა არის. რა თქმა უნდა, თუ რადიკალიზაციაზე მიდის, თქვათ პოლიტიკური სპექტრი და ურჩევნია რადიკალიზაცია, უნდა გაზომოს რამდენად აქვს რადიკალურ გარემოში და აი ამ სრული ბოიკოტის გარემოში გამარჯვების რაიმე შედეგის მიღწევის ესე ვთქვათ შესაძლებლობა. და შემდეგ
დიახ, არაფრის. კი ბატონო, მადლობა ბატონო კახა გოგოლაშვილი, რომდენის ფონდის ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი იყო, დღის ამბების სტუმარი, თქვენ ქვედა ჩარჩოში პარალელურ რეჟიმში, ინტერვიუს პარალელურ რეჟიმში ადევნებდით თვალს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტში, საქართველოს საკითხის განხილვის პროცესი წუთი-წუთზე იწყება, ევროპელი დეპუტატები